ჩვენ სტუმარი შემოგვიერთდა, რომელსაც მივესალმებით და ძალიან მალე საინტერესო და საჭიროებო თემაზე ვაკეთებთ აქცენტებს ალკოჰოლიზმი, რომელიც სამწუხაროდ დღემდე რჩება ძალიან დიდ გამოწვევად ბევრი ადამიანისთვის. მანამ სანამ კითხვებზე პასუხებს მივიღებდეთ, მანამდე გარკვეული მიმოხილვაც გავაკეთოთ ამ თემის ირგვლივ. ალკოჰოლზე დამოკიდებულება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2024 წლის მონაცემებით ყოველწლიურად ის 3 მილიონამდე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ალკოჰოლური სასმელების მიღება ტვინის ფუნქციონირებასა და ნერვული უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას აფერხებს. ალკოჰოლზე დამოკიდებულების ნიშნები ყველაზე მეტად მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასმლის მიღებას წყვეტს. სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა ის სიმპტომები გამოყვეს, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ და როგორც ისინი ამბობენ, 6 საათიანი ციფხიზლის შემდეგ თავს იჩენს ისეთი ნიშნები, როგორებიც შფოთვა, ხელების კანკალი, თავის ტკივილი, პირღებინება, ქრონიკული უძილობა და ჭარბი ოფლიანობა. ექიმების თქმით, 12-48 საათის შემდეგ აღნიშნული სიმპტომები უფრო მწვავდება, ჩნდება ჰალუცინაციები და სპაზმებიც კი, 48-72 საათში კი თავს მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზი იჩენს. ადამიანს მკაფიო ჰალუცინაციები და ბოდვა ეწყება, რომელსაც თან ხშირად დაბნეულობა, მაღალი წნევა და აჩქარებული გულის ცემა სდევს. მოკლედ მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა და თუ თქვენ სტრესზე თქვენი ასე ვთქვათ პირველი რეაქცია არის ხოლმე ღვინის დასხმა, თუ დღის უმეტეს ნაწილს სვამთ, ან თუ არ გახსოვთ რამდენჯერ ან რამდენი დალიეთ კვირაში, ეს შესაძლოა იყოს დამოკიდებულების ნიშნები. ალკოჰოლიზმი იყო ნამდვილად და დღემდე რჩება მნიშვნელოვან პრობლემად, ის ზოგჯერ მძიმე სენადაც კი გვევლინება და საქართველოში ესმის კულტურა, რომელიც ღვინის ძირძველ ტრადიციასთან არის კავშირში, ხშირად არასწორად გამოიყენება ხოლმე და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ნარკოლოგ თათა ასათიანთან ერთად ვისაუბროთ ამ პრობლემაზე. მოგესალმებით პირველ რიგში და მოდი კიდევ უფრო გავშალოთ მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ და დავიწყოთ თავდაპირველად იმით, თუ რა არის ალკოჰოლის მიღების ზღვარი. რა სიხშირით, რაოდენობით მიღებული ალკოჰოლი ითვლება უკვე პრობლემად, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს მიდრეკილება მასზე დამოკიდებულების. კი ბატონო, დილომშვიდობი პირველ რიგში და დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ ისეთი პრობლემური და საინტერესო თემაა ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად პოპულაციისთვის. ეხლა რაც შეეხება ალკოჰოლის საზიანო მოხმარებას, ამაზე რომ გადავიდოთ, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რა შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ მოხმარებად, ხო? არსებობს ჯამრთელი დასრულებისთვის ხას უსვამ, ეს არის საუბარი დასრულ ადამიანებზე, რომელთაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. არსებობს გაიდლაინები, სადაც განსაზღვრულია მათთვის ნორმალური ალკოჰოლის ნორმალური მოხმარების ფორმები. ანუ ის რაოდენობა, რაც შეიძლება ჩაითვალოს ნორმად, ოქროს შუალედი. და სხვადასხვა ქვეყნებისთვის ეს სხვადასხვაა, თუმცა განსაზღვრულია ერთი სტანდარტული სასმელის სახეობა, სტანდარტულ დრინკსაც უწოდებენ, ეგრეთ წოდებულს, და ეს არის სასმელი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 10-დან 14 გრამამდე სუფთა ეთილის სპირტს. დაახლოებით აი წარმოდგენა რომ გქონდეთ, ეს არის დაახლოებით 40 გრამამდე მაგარი სასმელები, ვისკი, კონიაკი და ასე შემდეგ, 140 გრამამდე ღვინო და სადღაც 330 და ცოტა უფრო მეტი ლუდი. აი ამ რაოდენობას შეიძლება ეწოდეს სტანდარტული სასმელი. ეს ხო, ეს მაინტერესებდა, რომ დღიურ ნორმაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. აქ არის საუბარი სტანდარტულ დრინკზე და აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში სტანდარტული დრინკი შეიცავს 14 გრამ ეთილის სპირტს და განსაზღვრულია, რომ მამაკაცისთვის დღეში შესაძლებელია 2 დრინკი და ქალბატონებისთვის 1 სტანდარტული სასმელი და არ უნდა აღემატებოდეს კვირის განმავლობაში 7. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ალკოჰოლის ნორმალურ მოხმარებად. გადამეტებულად უკვე 7 ითვლება. 7 კვირის განმავლობაში ერთდროულად მიღებული. ევროპაში არის ქალებისთვის 1 დრინკი, მამაკაცებისთვის 2 დრინკი და არის რეკომენდაცია, რომ შაბათ-კვირა
წერას ამ კვირაში 2 დღე იყოს სრული სიფხიზლე და ასე შემდეგ. თუ უკვე გადაჭარბებულ მოხმარებასთან გვაქვს საქმე, უფრო თვალსაჩინო რომ გავხადოთ თქვენი როგორც დარგის სპეციალისტის შეფასებით, რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ და თუ არის დაუშვათ პრაქტიკული მაგალითებიც, როდესაც მისმა მოხმარებამ რაღაც გარკვეული დაავადებების პროვოცირებაც კი გამოიწვია და ესეთ დაავადებები თუ არსებობს, რომ ჩამოთვალოთ კიდევაც. რა თქმა უნდა, ალკოჰოლი არის ლეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გლობალურად ადამიანებისთვის და პოპულაციისთვის. წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იღუპება ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემებით. ეს არის დაახლოებით ყოველი მეხუთე სიკვდილიანობა არის ალკოჰოლთან დაკავშირებული. არის 200-ზე მეტი დაავადების გამომწვევი, პრაქტიკულად არც ერთი ორგანოთა სისტემა არ რჩება დაზიანების გარეშე. აქ იგულისხმება როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და სოციალური პრობლემები, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ქცევითი დარღვევები, ვთქვათ, აქ იგულისხმება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილების მართვა და ტრავმატიზაცია. ინტერპერსონალური ძალადობა, რომელიც ასევე დაკავშირებულია ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ფრაზა მე ვიტან და შემიძლია. აი თქვენი შეფასება ძალიან საინტერესოა. ხშირად გვსმენია ეს ვიტან როგორც მენტალურად ასევე ფიზიკურად. კი ბატონო, საერთოდ ალკოჰოლის მომხმარებელ ადამიანებს ახასიათებს ერთი დიდი პრობლემა. განსაკუთრებით დამოკიდებულებას, ისინი უარყოფენ პრობლემასაც, რაც არის ძალიან რთული ჩვენთვის თერაპევტებისთვის, ოჯახისთვის და ზოგადად სოციუმისთვის. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ დაავადებულია, ის უკვე ლოგიკურად უშვებს იმასაც, რომ მას პრობლემა აქვს და უნდა მიმართოს ექიმს და თერაპიული დახვეწა. როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩვენ ასეთი ადამიანების ირგვლივ მყოფებმა, როდესაც ადამიანი უკვე დამოკიდებულია ალკოჰოლიზმზე, რა არის ის პირველი, ასე ვთქვათ, ნიშნები, სიმპტომები, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება? ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები გარკვეულწილად ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ რიგში, როგორც წესი, ვითარდება ალკოჰოლის საზიანო მოხმარება. ანუ რა ხდება ამ დროს? ამ დროს ალკოჰოლს ადამიანი ხშირად ქრონიკულად მცირე რაოდენობით მოიხმარს, ან ეპიზოდურად დიდი რაოდენობით, რასაც მძიმე ეპიზოდური მოხმარება ქვია და ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ დამოკიდებულება ალკოჰოლზე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ალკოჰოლს უკვე მოაქვს ზიანი ადამიანისთვის. როგორც ფიზიკური ზიანი, აქ იგულისხმება ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, გუსტავთა სისტემის პრობლემები, ფსიქიკის პრობლემები, ძილის დარღვევა და ასე შემდეგ. თუმცა ამ ეტაპზე როგორც წესი ადამიანს აქვს თვითრეგულაციის მოთხოვნება და უჩნდება ხშირად ის გაცდა, რომ სმა უნდა შევამცირო, სმას თავი უნდა დავანებო და ასე შემდეგ. როგორც კი ეს ეტაპი უფრო მეტად რთულდება და ჩამოყალიბება დამოკიდებულება, ავტომატურად ხდება ამ თვითრეგულაციის გამორთვა. და ამ შემთხვევაში ამ ადამიანს უკვე აქვს თავდაცვის მექანიზმი და ამბობს, რომ თქვენ გაქვთ პრობლემა, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან პაციენტები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება უკვე კარგ ხნის ჩამოყალიბებული აქვს თავიანთი გართულებებით. და რომ შევეკითხებით რა გაწუხებს, თავი მტკივა, წნევა მაქვს და ყველა პრობლემა მოაქვთ ექიმამდე, გარდა იმისა, რომ მათ აქვთ ალკოჰოლის პრობლემა, ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა. მთელი რიგი სიმპტომატიკა შემაწუხებელი, რაც დგება დღის წესრიგში. ძალიან ხშირად გაგვიგია ასეთი ფრაზები ასევე, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ სუფთას მივირთმევ, ღვინო რა უნდა დამიშაოს. ასევე ლუძეც არის ხოლმე მსგავსი გავრცელებული, ნუ არ საუბრობ რა თქმა უნდა ესეთ მაგარ სასმელებზე, რასაც ეძახიან. მაინც შედარებითობის თვალსაზრისით რომ მიუყვეთ, თუ მაინც და მაინც ადამიანის დალევას დააპირებს, რომელი სასმელია უმჯობესი მიიღოს? აი მაგალითად ღვინო, არაყი, ლიქიორი, ვისკი, კონიაკი, სხვადასხვა კოქტეილები და მრავალფეროვანია ძალიან ჩამონათვალი. მაინც რეკომენდ მესმის რომ ნარკოლოგისგან ცოტა რეკომენდაცია ძალიან ისეთი ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ აი როდესაც გვაქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. რაც შეეხება არჩევანს და რომელი ალკოჰოლი უფრო მავნეა, პირველ რიგში მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის არ არსებობს უსაფრთხო დოზა. უსაფრთხო მოხმარება მხოლოდ ნულოვანი მოხმარება. თუ გვაქვს დრო კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ხშირად მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც თამა და ბაბუები დაუძახებდნენ შვილიშვილებს, კალთაში ჩაისვამდნენ და ალკოჰოლს, ღვინოს ან სხვადასხვა ალკოჰოლს შესთავაზებდნენ და ბავშვობიდანვე ხდებოდა ალკოჰოლის მოხმარება
პროცესების წახალისება, რომანტიზება. ამ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვენით ჩამოყალიბების სტადიაშია, ალკოჰოლი მოქმედებს ისეთ ცენტრებზე, მაგალითად პრეფრონტალურ ქერქზე, რომელიც შემდგომ განაპირობებს იმპულსების და ქცევის რეგულაციას. და ამ ხშირ შემთხვევაში ეს მთავრდება დასულ ასაკში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემებით. ერთმა მოხმარებამ დაუშვათ აი რაღაცა ზრდასრულობის, არაზრდასრულობის განვითარების პროცესში. შესაძლებელია რომ რაიმე ისეთი ტრავმა გამოიწვიოს ან რაღაცნაირად ისე ჩარჩეს მეხსიერებაში. კი, რა თქმა უნდა, მოზარდობის და ბავშვობის ასაკში საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ალკოჰოლის მოხმარება. ეხლა არჩევანზე რო გადავიდეთ. საერთოდ მნიშვნელოვანი ეთილის სპირტის რა რაოდენობას იღებს ადამიანი სხვადასხვა სასმელით და რა რაოდენობით ამ ნივთიერებას შეიცავს იგივე ლუდი, ღვინო თუ მაგარი სასმელები. ვისკი, არაყი თუ ასე შემდეგ. მაგრამ მაინც არის გარკვეული განსხვავებები. აი მაგალითად დღესდღეობით გარკვეული ტრენდულად ითვლება კოქტეილების მოხმარება. კარგად შეფუთული, გემრიელი დასალევი მარკეტინგულად გათვლილი სასმელია და გარკვეულწილად მოზარდები ახალგაზრდები მოიხმარენ მას წვეულებებზე და ასე შემდეგ. თუმცა კოქტეილები შეიცავს სხვადასხვა მაგარ სასმელებს და ხდება მათი შერევა, რაც ამ ნისტოქსიური ეფექტს აძლიერებს. ხშირ შემთხვევაში ხდება ალკოჰოლის გემოს გაქრობა სხვადასხვა საშუალებები და ამ შემთხვევაში უკვე ადამიანი მოიხმარს დიდი რაოდენობით და დგება წვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გამოხატული, რომელსაც თავის გართულებები აქვს. და კიდევ გართულება არის რომ შეიცავს კოფეინს, რომელიც არის გულსუხთა სისტემისთვის ძალიან დიდი დატვირთვა და შაქარს, რაც აი იგივე ლიქიორიც და სხვა ტკბილი სასმელებით შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ინსულინ რეზისტენტობის განვითარებას და არის რისკი რომ ადამიანს დაემართოს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ანუ საშინელებას მეორეს ვამატებთ. კი ბატონო, აი კოქტეილის შემთხვევაში. თქვა ლუდის შემთხვევაში არის არასწორი მითი იმის შესახებ ჩვენ საზოგადოებაში გავრცელებული რომ ლუდი არის სუსტი ალკოჰოლი და უნებელი. ასე ნამდვილად არ არის. ჯერ ისეთი ძალიან დიდი რაოდენობით ლუდის მოხმარება ხდება და ეთილის სპირტის რაოდენობაც ორგანიზმში ძალიან მაღალია. და ამას რომ თავი დავანებოთ, ლუდი შეიცავს ფიტოესტროგენებს. არის ესეთი ნივთიერება, ესტროგენი ქალის ჰორმონი და ლუდი შეიცავს ფიტოესტროგენებს და იწვევს ჰორმონალური დისბალანსის განვითარებას და გარდა ამისა, მისი როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში და ლუდის მომხმარებელ მამაკაცებს ხშირად აქვს დამახასიათებელი ქალური ფორმები, რაც ზუსტად ამ ესტროგენების რაოდენობის მომატებასთან დაკავშირებული და გარდა ამისა, ლუდის პასტერიზაციის შედეგად არის ისეთი მძიმე მეტალები, როგორც არის მაგალითად კობალტი და ასე შემდეგ, რაც ასევე თავის მხრივ გულსუხთა სისტემის და სხვა ორგანოების მხრივ გართულებებს იწვევს. ასე რომ უსაფრთხო ალკოჰოლი პრაქტიკულად არ არსებობს. ალბათ აქ თანხმდებით ყველა, რომ მაინც საბოლოო ჯამში დოზირება ძალიან მნიშვნელოვანი და რისკები, რადგან ვახსენეთ, აუცილებლად უნდა დავსვათ ხოლმე შეკითხვა, ალკოჰოლიზმი ეს არის დაავადება, თათა შესაბამისად ჩნდება შეკითხვა, საინტერესოა ამ დაავადების ჩამოყალიბებაში იგივე გენეტიკა თუ თამაშობს გარკვეულ როლს. აუცილებლად. ზოგადად დამოკიდებულება და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, მულტიფაქტორული დაავადება. თუმცა გენეტიკას აქვს ერთ-ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წილი ამ დაავადების განვითარებაში. არსებობს ბოლო კვლევები, რომელმაც დაადგინა, რომ 40-60%-ში გენეტიკა არის გადამწყვეტი ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, საშუალოდ 50%. თუმცა არ მინდა მაინც შევაშინო ჩვენი ტელემაყურებელი და მხოლოდ გენეტიკა არ ნიშნავს ამ დაავადების უპირობო განვითარებას. აქ აუცილებელია გენეტიკისა და გარემო ფაქტორების თანხმდრა და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში წილი არის სხვადასხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კვლევებია გაკეთებული გენეტიკის მნიშვნელოვნობაზე თუ გინდათ ვისაუბროთ ტყუპებზე. და აღმოჩნდა, რომ ტყუპებს, რომელთაც ყავთ ბიოლოგიური მშობლები ალკოჰოლზე დამოკიდებული, შედარდა მონოზიგოტური და დიზიგოტური ჰეტეროზიგოტური ტყუპები, ანუ მონოზიგოტური, რომელსაც 100%-ით ერთი და იგივე გენეტიკა აქვს და ჰეტეროზიგოტური, რომელსაც შედარებით განსხვავება. და აღმოჩნდა, რომ ბიოლოგიური მშობლები, ვისაც ყავდათ ალკოჰოლზე დამოკიდებული, მონოზიგოტურ ტყუპებში ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების თანხმდრა იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ჰეტეროზიგოტურ ტყუპებში. ანუ მონოზიგოტურებს ორივეს ემართებოდა და ჰეტეროზიგოტურებს შესაძლებელია ეს დამართონ და მეორეს არა. და ასევე
პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ეკისრება და რა თქმა უნდა ამ ჭრელშიც. გენეტიკა მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პირადი მაგალითები, როდესაც ალკოჰოლს თვითონ ოჯახის წევრები მოიხმარან შვილისთვის, რა თქმა უნდა, მაგალითია მის აბაძია და თვითონაც იგივე ქცევას მიმართავს მომავალში და ძალიან მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სწორ აღზრდას, თავიდანვე ცხოვრების ჩასაღით წესის დასწავლას შვილისთვის, ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი გქონდა მონიშნული, თუმცა სამწუხაროდ დრო ფაქტობრივად აღარ დაგვრჩა, მაგრამ არ შეიძლება რომ მკურნალობის მეთოდიკაზე და მის სირთულესა თუ სიმარტივეზე არ გავამახვილოთ ყურადღება, თქვენ როგორც ნარკოლოგი გაქვთ სხვადასხვა დამოკიდებულებებთან შემხებლობა, ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, მაგალითად მე გამიგია ფრაზა, რომ აი დამოკიდებულებაზე მეტად უფრო რთული სამკურნალოა ალკოჰოლზე დამოკიდებულება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და აი როგორია ზოგადად მიდგომა და რამდენად მარტივი ან რთულია მასთან ბრძოლა? საერთოდ ზოგადად დამოკიდებულება ეს არის ქრონიკული პროგრესირება და დაავადება. კიდევ ერთი მითი ის არის, რომ აქვთ ადამიანებს დაყენება, რომ ხანმოკლე პერიოდში შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, რაც ასე არ არის, იმიტომ რომ ეს არ არის მწვავე დაავადება, რომელიც თქვათ მორჩენა წყალებში მოხდება ერთ კვირაში და ორ კვირაში, თუმცა ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სწორ დაყენებას და მის мотиваციას. თუ ადამიანმა გადაწყვეტა და მიმართა სწორ სერვისებს და სწორ დახმარების გზებს დროულად, არ აქვს მნიშვნელობა რაზეა დამოკიდებული, შედეგის მიღწევა აუცილებლად შესაძლებელია და ყველას ვისაც ეშინია პირველი ნაბიჯის გადადგმა, მინდა უთხრა, რომ არასდროს არ არის გვიანი, მთავარია გადაწყვეტოთ, ჩათვალოთ, რომ ეს აუცილებელია და აუცილებლად მიიღებთ შედეგს. ძალიან დიდი მადლობა. ამ დროს კი ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა და მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და სოციუმის ასევე. აუცილებლად. უღრმესი მადლობა თქვენ.